მრავალეროვნული სწავლების დაწყებიდან მეხუთე დღეს სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება საქართველოში არსებულ სხვადასხვა საწვრთნელ პოლიგონზე მიმდინარეობს. ევრონიუს ჯორჯიამ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნით, რომ გაეშუქებინა საველე სავარჯიშოები, თუმცა ამის შესაძლებლობა ტელეკომპანიას არ მიეცა. ვიდეო მასალა კი, რომელსაც კადრში ხედავთ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მომზადებული და გავრცელებულია. სწორედ ამ კადრებიდან ხდება ცნობილი, თუ რითია გამორჩეული ის სამხედრო სწავლება, რომელიც ვაზიანში, ნორიოში, სენაკში, მუხროვანსა და კრწანისში იმართება. ამერიკული მხრიდან ჩართული არის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები და ასევე რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამერიკის არმიის ევროპულ სარდლობასა და აფრიკულ სარდლობასზე ერთობლივად დაქვემდებარებული 173 საჰაერო სადესანტო ბრიგადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობით და შეიარაღებით აღჭურვილი საჰაერო სადესანტო შენაერთი არის და ამ შემთხვევაში საქართველოში სწავლების ფარგლებში ჩამოყვანილი ყავს ბრიგადის ქვედანაყოფებს რამდენიმე საინტერესო ნიმუში შეიარაღების და ტექნიკის, განსაკუთრებით რაც თვალშისაცემია ეს ულტრას ტიპის ახალი რობოტიზებული პლატფორმები, რომელიც ამერიკის არმიაში ჯერ კიდევ ტესტირების პროცესში არის. ეს არის მართვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით მართვადი რობოტიზებული პლატფორმები არის, აქვს საბრძოლო კონფიგურაციები, აქვს ლოჯისტიკური და მხარდამჭერი. ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებები სხვადასხვა წელს სხვადასხვა ტექნიკით ტარდებოდა. მანევრების დროს ადრე გამოყენებული იყო როგორც ამერიკული ტანკები, ისე მოიერიშე შვეულ მფრენები, აპაჩები. წვრთნები ამ მხრივ წელსაც გამორჩეულია. რადგან პირველად გამოჩნდა სახმელეთო დრონები. მიუხედავად ამისა, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტები ამბობენ, რომ სწავლებას უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს სწავლება ღირსეული პარტნიორი გაუქმდა, რადგან საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ადანაშაულებდა, რომ თითქოს ის ქვეყნები, რომლებთან ერთადაც ქართული ჯარი ვითარდებოდა, ახლა ოფიციალურ თბილისს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. პოლიტიკური კონტექსტი ამ სწავლების არის მთავარი და არა სამხედრო. და ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ ხანგრძლივ პერიოდს გამოდმებული თავდასხმისა, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება დასავლეთის ევროკავშირის და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით. სერიოზული ნაბიჯები არის გადადგმული დასავლეთის წინააღმდეგ, მათ შორის საინფორმაციო დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოს არის დასავლეთის სტრატეგიულ ხედვაში ჩახსნილი როგორც ეს რეგიონი, ან ქვეყანა, რომ სამხრეთ კავკასია და საქართველოს არ შედის დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებში. არა, მსგავსი სწავლებები პირდაპირ მიუთითებს, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა საქართველოს ხელისუფლებასთან, სტრატეგიულად საქართველოს კლავინდებურად წარმოადგენს დიდ სტრატეგიულ, გეოპოლიტიკურ და სამხედრო ინტერესს, როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლელ პარტნიორებთან ერთად წლების განმავლობაში ჩატარებულმა წვრთნამ დიდი როლი ითამაშა ქართული არმიის ბრძოლის უნარიანობის ამაღლებაში. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება მტკიცესული 2025-ის მთავარ მიზნებად დასახელდა მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება. თანამედროვე სამხედრო ოპერაციები სწორედ მრავალეროვნულ დანაყოფებთან ერთად სინქრონულად მომზადებას საჭიროებს. ამას ემატება ურთიერთგამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარება. როდესაც შენ შტაბებს და სამანევრო ქვედანაყოფებს წვრთნი ამერიკის შეერთებული შტატების და არა მარტო, ეს არის მოწინავე სამხედრო გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყნებმა დააგროვეს ბოლო 10 წლეულის მანძილზე. მე ვამბობ უკან როგორ გითხრათ, ყველაზე ახალ გამოცდილებას, რომელიც მათ გააჩნიათ, რომელსაც გიზიარებენ, ეს იქნება დოქტრინალური გაზიარება, გაზიარება წესდებების დონეზე, გაზიარება შტაბებში, როგორც გითხარით, სამხედრო დაგეგმვისა და აღსრულების პროცესი, თუ ეს იქნება შემდეგ მისი, ასე ვთქვათ, საველე მონაკვეთი, როდესაც შენ ქვედანაყოფებს წვრთნი. თუ კი ეს ჩამოშორდება, რეალურად შენ უბრალოდ მოწყდები იმ თანამედროვე მიღწევებს, რომლებიც მათ აქვს და რომელსაც
აი ესეთი საველითო მასშტაბო მანევრების დასწავლებების დროს გიზიარებენ. ეს არის ამისთვის არასასურველი. ეს კადრების სწავლება მტკიცე სული 2018-ის დროსაა გადაღებული. მაშინ წვრთნების გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი დაესწრო. წვრთნების დაწყების ცერემონიაზე 2019 წელსაც გამოჩნდნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. მომდევნო 2020 წელს სხვა ტიპის ქართულ-ამერიკული სწავლება ჩატარდა. მტკიცე სული 2021-ის გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური კვლავ დაესწრნენ. განსხვავებული ვითარება იყო 2023 წელს. ღონისძიებას დაესწრო თავდაცვის ძალების მეთაური. წელს კი წვრთნების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე არც თავდაცვის ძალების მეთაური მივიდა და არც ირაკლი ჩიქოვანი. გიორგი თუხარელი, Euronews, Georgia.